I am Jose Mourinho. Jose Mourinho ალბათ საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიგმირია. არსებობს გულშემატკივარი, ვისაც ის უყვარს, თუმცა უმეტესად მისი გაწვრთნილი გუნდების კომაგები ჟოზესთან დამშვიდობების დროს განსაკუთრებულზე გაბრაზებულები რჩებიან. არც რეალის კომაგი გამოდგა გამონაკლისი. მადრიდული გუნდის ბევრი მხარდამჭერი სწორედ მოურინიოს წასვლას უკავშირებს სამეფო კლუბის ევროპულ დომინაციის დასაწყისს. თუმცა რეალობა ცოტა სხვაგვარია. 2010 წელი, ბარსელონა, ესპანეთი. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სახლში მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩი მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში სან-სიროზე ნერაზურიმ კატალონიელები 3-1 დაამარცხა. ასე რომ ბლაუგრანას ფინალში გასასვლელად პატარა სასწაულის ჩადენა სჭირდებოდა. ეს სასწაული ინტერმა მატჩის დასაწყისშივე აღკვეთა, როდესაც იტალიელებმა მთლიანი გუნდით საკუთარი კარის დაცვა დაიწყეს. იმ დღეს არცერთ ინტერისტას არ სჭირდებოდა გოლების ცვენა და საფეხბურთო ზეიმი. თავარი ზეიმი მათთვის არბიტრის მიერ ფინალური სასტვენის ამოსტვენისას დაიწყო. როდესაც იმ დღეს მთავარმა გმირმა, ზოგისთვის ანტიგმირმა, დადუმებულ კამპ ნოუზე გაირბინა და ადგილობრივ პუბლიკას სამცნო, რომ დღეს პრაგმატიზმმა გაიმარჯვა. ეს დღე განსაკუთრებულის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ვისთვის როგორ და რეალის კომაგისთვის ჟოზე იმ დღეს დი სტეფანოს, რაულიც და მისი უდიდებული ესობა სანტიაგო ბერნაბეუც იყო. ერთია რომ პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგას მათი მთავარი მეტოქე გამოთიშა, თუმცა რაც თავარია, მან ჩანასახშივე აღკვეთა მადრიდული სიცხული, რომელსაც რეალი ვერასდროს მოიშორებდა. საქმე იმაშია, რომ 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, ლეგენდარულ სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა გამართულიყო. ჩამარტინზე მოწყობილი კატალონიური ზეიმი ალბათ თითოეული მადრიდისტას ყველაზე დიდი კოშმარია, თუმცა ბლანკოსი ამ განსაცდელისგან ჟოზე მიხსნა. სწორედ იქ იწყება მისი და მადრიდული პუბლიკის ტოქსიკური, მაგრამ მაინც სასიამოვნო ურთიერთობა. ჟოზეს ინტერმა ბერნაბეუზე მარტივად მოუგო ვანგაალის ბაიენს. იმ დღეს ყველამ იცოდა, რომ ჟოზე ამ სტადიონიდან სან-სიროზე დაბრუნებას აღარ აპირებდა. იცოდა მარკო მატერაცი, რომელიც ჟოზესთან დამშვიდობების კადრები საუკუნოდ ჩაიწერა ფეხბურთის ისტორიის ფირებში. განსაკუთრებული მადრიდში უკვე გმირის სტატუსით მოვიდა, თუმცა ჟოზეს ტოქსიკურობამ თავი პრეს-სეზონშივე გამოყო. გუნდის ზაფხულში ორმა ლეგენდამ, ხუიჩას საყვარელმა გუტიმ და მადრიდის ქუჩების მთავარმა თეთრსისხლიანმა, რაულ გონსალეს ბლანკომ დატოვეს. მედიამ წამსვე თითი ჟოზესკენ გაიშვირა და არც თუ ისე უსაფუძვლო. ამან მადრიდელი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა კომაგი მალევე დამშვიდდა, რაც სტუმრობა კატალონიაში. ბოლოს, როდესაც ჟოზემ კამპ ნოუს მოედანზე ფეხი შედგა, იქიდან აბსოლუტური გამარჯვებული გამოვიდა. მან თავის მთავარ იდეოლოგიურ მტერს, პეპ გვარდიოლას აჩვენა და გამარჯვებულის გარბენით შესთავაზა ლურჯ ბროწეულის ფერებს. ეს კატალონიის დედაქალაქში კარგად ახსოვდათ, ამიტომაც ისინი შურისძიების მოლოდინით ელოდებოდნენ ნოუს ბარსელონაში დაბრუნებას. ჯერ კიდევ ჟოზეს კარიერის სტარტზე, როდესაც 1996 წელს ლეგენდარული ბობი რობსონი ბარსელონაში მივიდა, მან თან წაიყვანა ახალგაზრდა პორტუგალიელი, რომელიც მისი თარჯიმანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ჟოზე თავიდანვე გასცა უბრალო თარგმანს. ის რობსონს ტაქტიკურ ანალიზებს უმზადებდა, ფეხბურთელებს მითითებებს აძლევდა და ხშირად თავად მართავდა ვარჯიშებს. 1997 წელს თასების ფუატ თასის მოგების შემდეგ ჟოზემ ბარსელონას ფანების წინაშე ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: დღეს, ხვალ და სამუდამოდ, ბარსა ჩემს გულშია. Hoy, mañana y siempre con el Barça en el corazón. თუმცა ამის მიუხედავად კატალონიური მედია მას დასცინოდა და მხოლოდ რობსონის თარჯიმანს ეძახდა. სწორედ ამან გამოიწვია მოუს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბარსელონასადმი. კატალონიელი პუბლიკა უძღები შვილის დაბრუნებისთვის ემზადებოდა. ჟოზე ჩვეული აპარტაონებით იშენდა თავს პრეს-კონფერენციის ჩვეულ სტილში მიუგო პრესას. მირჩევნია ერთი თამაში წაუგო 5-0, ვიდრე 5 მატჩი დაუთმო მინიმალური სხვაობით. სანამ ჟოზე გამოჩნდებოდა მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი დიდების ტყვეობაში იყო. 6 წელიწადი ზედიზედ 2005-დან 2010 წლამდე ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტურნირის მერვედფინალიდან ვარდებოდა. ეს არ იყო უბრალოდ წაგება, ეს იყო სირცხვილის სერია. იუვენტუსი, არსენალი, ბაიერნი, რომა და ბოლოს ლიონი. ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უკვე პანაშვიდივით ჟღერდა. გუნდს ევროპული შიში გასჯდომოდა. მადრიდი ევროპის ელიტიდან ნელ-ნელა გარიყულ მდიდარ, მაგრამ უსუსურ მუხუცს დაემსგავსა. მოურინიოს პირველ წელს რეალმა წაუგებლად დაასრულა ჯგუფური ეტაპი, თუმცა შემდეგ თებერვალი დადგა და ჩემპიონთა ლიგურმა შიშმა აქტუალურობა დაიბრუნა. ბედის ირონიით მერვედფინალში ისევ ლიონი შეხვდათ, გუნდი, რომელმაც წინა წელს რეალი გამოაგდო. თუმცა ამჯერად მოედანზე სხვა მენტალიტეტის გუნდი გავიდა. რეალმა ფრანგები 2 მატჩის ჯამში 4-1 დაამარცხა და 6-წლიანი წევლა საზეიმოდ დაასრულა. მადრიდში გაზაფხულზე ევროპული ფეხბურთი მონატრებოდათ. მეოთხედფინალში მათ ჰარი რედკაპის კირკეტი გაგარი ტოტენჰემი შეხვდათ, რომელიც რეალმა არც შეიმჩნია, ისე მოუგო 2 მატჩის ჯამში 5-0. მოურინიოს რეალი უკვე გავდა შეკრულ, აგრესიულ და სწრაფ არმიას, რომელსაც წინ ვერავინ დაუდგებოდა.
ვერავინ გარდა ერთისა. Guaranteed in the semi-finals of the competition. Of the draws. Barcelona. And now The team that Barcelona. many feel they want to avoid. Barcelona 3 times winner. Last time in 2009. წილისყრა მოურინიო ისევ თავის საყვარელ ბარსელონას შეახვედრა. განსაკუთრებულს კიდევ ერთი სტუმრობა უწევდა გაუდის ქალაქში. 2011 წლის აპრილში მსოფლიო ფეხბურთი 18 დღით გაჩერდა. კალენდარმა წარმოუდგენელი ამაჩვენა. ამ მოკლე პერიოდში რეალსა და ბარსელონას შორის 4 შეხვედრა უნდა გამართულიყო. ეს არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო ორი ფილოსოფიის, ორი გენიოსის, პეპისა და ჟოზეს დუელი. პირველი მატჩი ლა ლიგაში გაიმართა. ჟოზემ პეპე ნახევარდაცვის ცენტრში დააყენა, როგორც ბარსელონას შემოქმედების გამანადგურებელი. თამაში 1-1 დასრულდა, მაგრამ რაც თავარია ჟოზემ დაინახა, რომ გვარდიოლას სისტემის გათიშვა შესაძლებელი იყო. 4 დღის შემდეგ მესტალიაზე კოპა დელ რეის ფინალში კრისტიანო რონალდომ ატლეტური თავური დარტყმით ბარსელონას კარი დავაშქრა. ჟოზემ პირველი ტიტული მოიგო მადრიდში და კვლავ დაამსხვრია მითი პეპის დაუმარცხებლობაზე. 27 აპრილს ბერნაბეუზე ჟოზეს ტაქტიკა იდეალურად მუშაობდა, სანამ მატჩის მთავარმა არბიტრმა პეპეს საერთოდ მთელი ბარათი არ მისცა. პეპეს, რომელიც მოუსწვის ბარსელონასთან ბრძოლის მთავარი იარაღი იყო. რეალი კაცნაკული დარჩა და მესიმ ეს მომენტი გამოიყენა. Pep is the boss, but here's Messi. Away from 2, 3, 4. Wonderful, wonderful, wonderful. How good is he? მონიტორი ბარსელონა მოიგო. მატჩის შემდეგ ჟოზემ გამართა თავისი ყველაზე ცნობილი პრესკონფერენცია. მან 7 ჯერ იკითხა, რატომ და ღიად დაადანაშაულა უეფა კატალონიელების მფარველობაში. Conseguir la respuesta que es ¿por qué? ¿Por qué? ¿Por qué Ovrebo? ¿Por qué Buzaca? ¿Por qué De Blecker? ¿Por qué Stark? ¿Por qué? მოუსწვის ეს აღარ იყო ფეხბურთი. ჟოზესთვის ეს უკვე პირადი დაპირისპირება იყო. 18 დღიანი მარათონი დასრულდა. ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მოიგო კიდეც და ლა ლიგის ჩემპიონიც გახდა. თუმცა ჟოზეს რეალმა მოახერხა ის, რაც აქამდე შეუძლებელი ჩანდა. გვარდიოლას კატალონიურ მანქანას სამეფო თასი, კოპა დელ რეი წაართვა. რეალისტვის ეს თასი იმდენად დიდი გამარჯვება და იმედის მომცემი იყო, რომ ქალაქში გრანდიოზული აღლუმის კი მოაწყვეს. სწორედ იმ ღამეს სერხიო რამოს საზეიმო ავტობუსიდან თასი ხელიდან გაუვარდა და ბორბლებში ჩაყვა. მართალია ჩრდილოეთში ჩემპიონთა ლიგის თასით აღნიშნავდნენ სეზონის დასრულებას. რეალის მომავალი მაინც ნათელი ჩანდა. 2011-12 წლების სეზონში ბერნაბეუზე უკვე სულ სხვა ენერგია ტრიალებდა. მადრიდელებმა თეთრ მაისურებზე ოქროსფერი ნომრები დაიტანეს. ეს გახლდათ წინასწარ მეტყოდება, რომ სამეფო კლუბი ტახტის დასაბრუნებლად მზად იყო. ამ სეზონის კულმინაცია ისევ კატალონიაში შედგა. რეალს უკვე საკმაო ფულების ფორა ჰქონდა ბარსელონასთან, ამიტომაც კამპ ნოუზე გამარჯვება ლა ლიგაში ინტრიგის დასასრულს უდრიდა. მატჩის ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, როდესაც სამი ხედირამ სტუმრები დააწინაურა. ეს მდგომარეობა 70,000 წუთამდე გაგრძელდა, სანამ ალექსის სანჩესმა წონასწორობა არ აღადგინა. ამ დროს რეალმა თავისი მთავარი იარაღი ამოშალა, იოზიდის გენიალური პასი და კრისტიანო რონალდო, რომელიც მეკარეს გვერდს უდის და ბურთს სერიალკარში ათავსებს. სწორედ მაშინ დაიბადა საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე იკონური ჟესტი. რონალდომ ხელით აჩვენა 100,000 კატალონიელს, კალმა, დაწყმარდით, მე აქ ვარ. იმ წამს ლა ლიგაში ინტრიგა მოხდა. მადრიდის რეალმა სეზონი ფანტასტიკური. მანამდე გაუგონარი სარეკორდო 100 ქულით დაასრულა. მათ გაიტანეს 121 გოლი. ეს ციფრი დღემდე დაუჯერებლად ჟღერს. ჟოზემ შეასრულა დაპირება. მან გვარდიოლას ბარსელონა ტახტიდან ჩამოაგდო და მადრიდს ჩემპიონობა დაუბრუნა. თუმცა ამ ტრიუმფის პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი დრამა გათამაშდა. მიუნხენში განცდილი მარცხის შემდეგ, სადაც რეალმა ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 2-1 წააგო, სანტიაგო ბერნაბეუზე მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა. გამარჯვება. ჟოზე მიცოდა, რომ ეს მისი ოქროსფერი ეპოქის მთავარი გამოცდა იყო. რეალმა მატჩი შტურმით დაიწყო და სულ რაღაც 15 წუთში რონალდოს დუბლით თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თუმცა რობენის პენალტმა შეხვედრა ნეირობის ომად აქცია, რომელიც საბოლოოდ საფეხბურთო ლოტარიამდე 11 მეტრიანების სერიამდე მივიდა. სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი წელი სისხლიანად უმკლავდებოდნენ მეტოქეებს, სეზონის გადამწყვეტ წამს ნერვებმა უმტყუნეს. მსოფლიოში საუკეთესო შემსრულებლებმა პენალტები ვერ გამოიყენეს. კამერებმა დააფიქსირეს კადრი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ისტორიას. ჟოზე მოურინიო, კაცი, რომელიც ყოველთვის ამაყი და მტკიცე იყო. უხლებზე დაჩოქილი უყურებდა პენალტების სერიას. მანუელ ნოიერმა კრისტიანოს და კაკას 11 მეტრიანები მოიგერია, თუმცა იკერ კასილოსმა მადრიდის რეალი თამაში დატოვა, როდესაც კროოსისა და ლამის ბურთები აიღო. სერხიო რამოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მის დარტყმულს ჯერ კიდევ ეძებენ მადრიდულ ცაში. ბასტიან შვაინშტაიგერის გადამწყვეტი 11 მეტრიანი და ფინალში მიუნხენის ბაიერნი გადის. მოგვიანებით ჟოზემ აღიარა, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს კარიერაში, როდესაც წაგების შემდეგ სახლში მიმავალმა მანქანაში ვიდირე.
რეალი მაშინ გამოვარდა, როდესაც ის ყველაზე ძლიერი იყო. იმ ღამის განსაკუთრებულმა წააგუარა ტაქტიკურად, არამედ იყბალთან. ეს იყო სეზონი, როდესაც მოურინიოს რეალს შეეძლო ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა იმ წელს ფეხბურთს სხვა რამე ჰქონდა ჩაფიქრებული. შემდეგი სეზონის რეალი საკუთარი თავის აჩქილს გავდა. ეს იყო ჟოზეს ხანმოკლე იმპერიის ნელი და მტკივნეული ნგრევა. ის ერთსულოვნება, რომელიც ჟოზემ გასართელში შექმნა, შიდა ომებმა შეცვალა. კონფლიქტი იკერ კასილდასთან ნამდვილ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. გუნდი ორბანაკად გაიყო. ჟოზე, რომელიც მანამდე ყოველთვის გარემ მტრებს ებრძოდა, ახლა საკუთარ ციხესიმაგრეში ალყაში აღმოჩნდა. ლა ლიგაში მადრიდი უსუსურად გამოიყურებოდა და ტიტული გვარდიოლას ყოფილ ასისტენტთან, ტიტო ვილანოვასთან დათმო. რაც მოუსწვა მოყვარეობისთვის უმძიმესი დარტყმა იყო. ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მოუმზეძედ მესამედ გაიყვანა გუნდი ნახევარფინალში, კატასტროფა დატრიალდა. დორტმუნდში რობერტ ლევანდოვსკიმ რეალის შემტევს მომენტების რეალიზების მასტერკლასი ჩაუტარა. იმ ღამით მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პოკერი გაიფორმა. მართალია ბერნაბეუზე რეალმა კამბექის შექმნა სცადა, თუმცა უშედეგოდ. იმ ღამეს ჟოზეს ოქროსფერი მანქანა საბოლოოდ გაჩერდა. წერტილი კი კოპა დელ რეის ფინალმა დასვა, სადაც რეალმა საკუთარ მოედანზე წააგო დაუძინებელ მტერთან, ატლეტიკო მადრიდთან. მატჩის მიწურულს მთავარმა მსაჯმა თავად ჟოზეც კი გააძევა მოედნიდან. ეს იყო სიმბოლური დასასრული კაცისა, რომელსაც კონტროლი ხელიდან გაიქცა. 2013 წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიომ მადრიდი დატოვა. ის წავიდა ხმამაღალი ტიტულების გარეშე, მაგრამ მან დატოვა ის, რაც თასებზე ძვირფასია, გამარჯვებულის მენტალიტეტი. მან რეალი ევროპულ ელიტაში დააბრუნა. დაანგრია ბარსელონის შიშის სინდრომი და მოამზადა ნიადაგი მომავალი მწვრთნელებისთვის. გაიხსენეთ, ანჩელოტიმ ხო სწორედ ჟოზეს წასვლის შემდეგ პირველივე წელს მოურინიოს ნაშინები გუნდით მოიგო ლადესიმა. ამას მოყვა ზინედინ ზიდანის სამწლიანი დომინაციის ეპოქა ევროპაში და მერე კვლავ პაპა კარლოს მოგებული ლიგები. ჟოზე მოვიდა როგორც მხსნელი, იბრძოდა როგორც გენერალი და წავიდა როგორც არქიტექტორი, რომელმაც მადრიდის რეალიზირებისკენ მიმავალი გზა ხელახლა გაკაფა.